თქვენი საყვარელი ლაივით დაგიბრუნდით, უნდა გაემზადოთ. კერატა უნდა გავემზადო მე თქვენთან ერთად. როგორ ხართ? ცოტა დიდხნიანი ლაივი იქნება, ასე ვფიქრობ, რადგან მაგერც უნდა გავიკეთოთ, ხმებიც უნდა დავიხვიო და მეთქი რა ვაკეთო თუ არა თქვენთან ჭორაობა. სად მივდივარ და მე და გვანცულა გავდივართ მეგობრებო ივენტზე. დღეს პარასკევია, დღეს თბილისი გუგუნებს, დღეს მსოფლიო გუგუნებს. ხოდა გადავწყვიტეთ რომ მე და გვანცუ გავიდეთ ივენტზე, რატომაც არა. როგორ დაიკელია, ძალიან დიდი მადლობა, დღითი დღე უფრო და უფრო ვიკლებ. დღესაც რა ვიწონე, კიდე დაკლებული ვიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მაგაზე მეტად არაფერი მიხარია, თითოეული ჩემი დაკლებული კილოგრამით მივდივარ ჩემ მიზანთან უფრო ახლოს. ძალიან მაბედნიერებს. ანუ მეტყობა ხო რაღაცა სახეზეც კი როგორ ძალიან ბედნიერი ვარ. მიწერეთ. რამდენი ტატუ გაქვს ბევრი ტატუ მაქვს. აუ, ყველგან თმებიყრია. შავი თმები ვისაც გაქვთ, გამიგებთ თუ რა რთულია, რომ გქონდეთ შავი თმა, როდესაც თმის დავარცხნის დროს ყველგან არის შავი თმები. მოკლედ, ჯერ გავიკეთებ თმებს და შემდეგ გავიკეთოთ მაკიაჟი. ისედაც ლამაზი იყავი და ეხლაც ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. არენგოში რო ლაპარაკობ რაღაც სრულებს არ შეიძლება დარღვევა გაგვის თორე. ასკეზაზე მეუბნებით? გონი ასკეზაზე მეუბნებით ხო? იმიტომ რომ გუშინ მაგაზე ვსაუბრობდი ლაივში. მოკლედ ბავშვებო, ხალხო, ბავშვებო, გოგოებო, ბიჭებო. ასკეზა ისეთი რაღაცა არის. ეს სახუმარო მართლა არ არის რა. და ანუ ესე ხუმრობით არ მიუდგეთ და ეგრე არ დაიწყოთ რა, იმიტომ რომ ანუ მართლა შეიძლება ხალხო და რო ყოლა. მართლა არ შეიძლება და ანუ რამდენჯერაც დავარღვიე, წინაზეც ხო გითხარით, რამდენჯერაც მე გასკედა დავარღვიე. ძალიან ცუდად წამივიდა საქმე, სულ სამჯერ მაქვს აღებული ეს ასკეზა, მაგრამ ორჯერ მაქვს დარღვეული, ერთხელ შევასრულე და ყველაფერი კარგად. და წავარა. ერთხელ შევასრულე, ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა, მაგრამ აი ეს ორჯერ დავარღვიე, იყო ნამდვილად ძალიან ცუდი. არ შეიძლება, ანუ სახუმარო არ არის. რისი დარღვევა არ შეიძლება. ასკეზაზე არის საუბარი რა. ასკეზა არის, მაგაზე მქონდა ერთი მთლიანი ლაივი, მე მგონი ასკეზა არის მეგობრებო. ასკეზა არის მოკლედ შეთანხმება სამყაროსთან, აი ესე ეძახიან, რასაც აი მაგალითად შენს ყოველდღიურობაში რაც არის და რაც ძალიან გიყვარს და რის გარეშეც ერთი დღე არ შეგიძლია რომ გაატარო, ასე ვთქვათ, ვიღაცისთვის სიგარეტია, ვიღაცისთვის ცომეულია, ვიღაცისთვის ტკბილეულია, ხო? რაღაცა მოკლედ რაღაცაზე, რაღაცის სანაცვლოდ უნდა თქვა უარი 21 დღის განმავლობაში, ან უფრო მეტი, 21 დღე არის აწყისი, მაგაზე დაბლა არ შეგიძლია რომ აიღო ეს ასკეზა. ორშაბათიდან ვიწყებთ. მოკლედ, მე არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ გავიგე რომ ახალი მთვარის დროს ჯობია რომ დაიწყო ეს ასკეზაო რა. და არ ვიცი მეგობრებო, ახალი მთვარე როდის არის, მიდი უცბადობა დაგუგლეთ და ერთად დავიწყოთ ასკეზა ახალ მთვარეს. რა ლამაზი ხარო. Thank you.
ეხლა თქვენთან ერთად გავლამაზდები ჯერ არ ვარ ლამაზი. მე მაქვს შავი თმა და ძალიან დამღალა. რა მხრივ დაგღალა? მაკიაჟადაც ძალიან ლამაზი ხარ. მადლობა. არა შევსმენთ. სიხრმე რაც საყვარლები ხარ ხალხო. ეხლა ეს რა არის? არ სჯობდა რომ დამესწორებინა, მაგრამ უკვე დავიწყე და ხვევა და ეხლა დასწორება ძალიან მეზარება. ან დასწორებაც ისე მეზარება და ხვევაც ისე მეზარება. ხო, ისეთი მაგარი სახვები მაქვს რაღაც აი განახებთ ეხლა ერთი წამით. ძალიან მიყვარს და ეგეთ დახველთმებში თქვენ არ გინახივართ რა. აი უმაგრესია, აი ალღებად რო ახვევს ერთი პერიოდი რომ ვითომ მოდაში იყო და რაღაცა ხო იცით? ეგ რა, просто იმდენი ხანი სჭირდება და სულ აი ძალიან პატარ-პატარა ფენად მე უნდა აიღო როცა დაგრძელებული მაქვს რომ ფიზიკურად დრო არ მაქვს რა ღირს ეს დასახვევი, ну კონკრეტულად ეს დასახვევი ხო აი ამას რითიც ვიხავ ჩემმა და ქალმა მაჩუკანუტამ არ ვიცი რა გადაიხადა მგონი 300 რაღაც ესე ღირს რა. ну გაჩნია უფრო დაბოლფესიანის ნახვაც შეგიძლიათ და უფრო მაღალფესიანის ნახვაც შეგიძლიათ. ყველაფერი არის ფასები არის ხარისხის მიხედვით, მაგრამ ანუ არ უნდა მოტყუდეთ. ხანდახან არის საკმაოდ ძვირიანი ისინიც და საკმაოდ ძვირიანებიც არის და აზრი მე გუშინ დავდე ასკეზა, რაზე დადე ასკეზა? სადმიდი ხარომე და გვანცა, მივდივართ ივენტზე. ну ჯერ ცოტა ადრეა 9 საათია. მაგრამ ნელ-ნელა ვიწყებ გამზადებას, იმიტომ რომ 1 საათი მეც მჭირდება რომ გავემზადო თან ეხლა როცა ლაივში ვარ. უფრო დიდი ხანი ჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ თან კომენტარების კითხვა, თან საუბარი და გინდა არ გინდა ეს მაკიაჟის კეთების პროცესიც იწელება. ის დახოვის პროცესიც იწელება. ისე ადრე რას ვაკეთებდი ხოლმე, მუსიკებს უსმენდი ხოლმე, ხოთა შორის ადრე, ეხლა ხო თითქმის როცა ვემზადები სულ ლაივებში გავდივარ. ადრე უსმენდი ხოლმე მუსიკებს. ან ვიმზადებოდი. შოკოლადი აკრძალე და სასწაულად რა. სანაცვლოდ და შოკოლადი აკრძალე და სანაცვლოდ დაკლება მინდა. ანუ ნახე მარტო შოკოლადი აკრძალე თუ ზოგადად კბილებული აკრძალე. რა გავაკეთე? ორი დავიწყე. რა ბრენდის დასახვევი არ ვიცი.
ნახავ ხტოწანი რომელი ივენტს ნუ არ ვიცი 3 ივენტის ის გვაქვს ბილეთები თუ არ ვწდები და სადაც უფრო კარგი იქნება იქ თუ ერთგან არ მოგვეწონა მეორეგან გადავალთ თუ მეორეგან არ მოგვეწონა მესამე აი ეს ჩემო მეგობრებო პირველად დავდე და მეკტავ ყველაზე მინდა ინსტაგრამის თორებს ვოლოდები მთელი დღე ჩემოდივა ძალიან დაკლებული ხარ მადლობა ინსტაგრამის თორები იქნება რა თქმა უნდა იქნება მარ ფილიპსის თმის საყვავი ყიდა წამში დაგიხოს და თან ულამაზესად კარგია ეგ ისე კარგი ბრენდია გავიგე მარიამ ბრინჯ შაქარ საყრედი ანდრას ჭამდი ბრინჯთან ერთად გასპამეთ რა მოდერ აქ ხარაპინე მე მგონი ჩემ მოდერები არ არიან აქ ხართ მოკლედ ბრინჯს ჭამდი ხოლმე მე ზოგადად შაქარიო ეხლა რომ დამიწერე მე ტკბილი ბრინჯი არ მიყვარს ხო ბრინჯი ხო შეიძლება ორნაირად გააკეთო შეიძლება გააკეთო მარილთან ბოსტნეულთან ზეთთან რაღაცა ხორცთან ერთად და შეიძლება გააკეთო ტკბილი ბრინჯი რაღაცა ქიშმიშთან და ხილთან ერთად და მე დიდად არ მიყვარს ეს ტკბილი ბრინჯი მე მიყვარს უფრო აი ბოსტნეულთან ქათამთან ხორცთან მარილთან ერთად ხო ხვდებით და ანუ ეს დღეები მარტო ბრინჯს რო ჭამდი ნუ ახლა მაგალითად დღეს ვჭამე ბოსტნეული დღეს დილით რა შუა დღეს გავიღვიძე და ჭამე ცოტა სოკო ცოტა ხორცი ბროკოლი ცოტა და ყოველოვანი კომბოსტო ერთად მოვშუშე ზეთის გარეშე ცოტა მარილი და ეგ მევერთვი ძალიან გემრიელი იყო სხვათა შორის დამონაყრა კიდევაც და აღარც მშია ანუ მთლად ეხა ბრინჯს არ გადააკვდეთ ხალხო არ შეიძლება და ანუ მარტო ბრინჯი არ შეიძლება რა. Просто რამდენიმე დღე ხანდახან აი ვაკეთებ ხოლმე რომ მადა დამიქვეითდეს და მივეჩვიო ხო ხვდებით რა. იმიტომ რომ აი გემრიელობებს რო ჭამ მე მეტი და მეტი მინდება ხოლმე და რამდენიმე დღე მარტო ბრინჯზე რა ვარ მე ვიკიდებ. ხო და ბრინჯს როგორ ჭამდი და ნუ ხანდახან ცოტა ზეითუნის ზეთს ვუკეთებდი, ნუ ერთი სუფრის კოვს ზეითუნის ზეთს აქვს სადღაც 120 კალორია ალბათ, ნუ კალორიებში რო ჩაუმჯდარიყავი ხოლმე ხან ვუმატებდი, იმიტომ რომ ცხიმიც საჭიროა, ჯანსაღი ცხიმები, რასაც ზეითუნის ზეთი შეიცავს. და ხანდახან ვუკეთებდი ამ ერთი სუფრის კოვს ზეითუნის ზეთს, ოღონდ მარტო ზეითუნისას ის რაღაცა სხვა ნაგავი ზეთები რო არის, არაფრით არა. ხანდახან მაგას ვუკეთებდი ხოლმე და ცოტა მარილს, ოღონდ ბევრი მარილი არ შეიძლება. წყალს აკავებს და სითხეს აკავებს ორგანიზმში და მე ვეღარ დაიკლებთ, მაგრამ ანუ ძალიან აკავებს მოკლედ სითხეს ორგანიზმში მარილი და ამიტომ უფრო ჯანსაღი ალტერნატივა მარილის და თან დიეტური და ზოგადად ჯანსაღიც არის ჰიმალაის ვარდისფერი მარილი. ზოგადად მაგ მარილს ხმარობ უკვე წლებია და სახლში სულ ეგ მარილი მაქვს, ეგ ვარდისფერი მარილი, თეთრი მარილი აღარ მიყიდია ალბათ 1-2 წელია უკვე. გულია მერევაო მოგიტანო დაშტი სიყვარულო. ნახეთ ეს რა ლამაზი გამოვიდა. მარიამ წინაზე გლანში რო გნახეთ ჰაუსელები რას უნდა მოგესხა გთხოვ მითხარი თუ გახსოვსო. ვაიაჩა აი ამ სუნამომ გამოიწვია ძალიან დიდი ის ზოგადად ჰაუსშიც აი ეს მეგობრებო პრადას ინტენსი არის ზოგადად ამ პრადას სუნამოებზე გიждები ნუ ის რა ქვია სამნაირია ინტენსი არის ერთი მუქი ჩოლობრივი პრადა აუ რამდენიმე სახელი ქვია მოკლედ ეს არის მუქი ინტენსი ქონდა წინაზე დღია ვარდისფერი რო არის ეგ ქონდა და ეგეც უმაგრესია და ვერ გავიგე ეს მირჩევნია თუ ის ღია ვარდისფერი მირჩევნია ნუ ორივე ერთმანეთზე უკეთესი არ ვიცი რაღაცა სასწაულის სუნი აქვს ამ პრადას და ეს მესხა უეჭველი იმიტომ რომ 1-2 თვეა სულ ეს მესხია ნუ ხანდახან სხვასაც ვისხავ ხოლმე მაგრამ იქ ჰაუსში ეს ქონდა წაღებული და მაგიტომ უეჭველი ეს იქნებოდა გლდანში რო გნახეთ ანუ მოგეწონათ გლდანში ჩემი სული. გიჩნდეთ, ძალიან საყვარლები ხართ. 19 წლის ხარ, ეხლა ვხდები 22-ში 19-ის.
გუშინ არ ნახე ჯავახალ არ მინახავს გუშინ საქმეები გქონდა მეგობრებო ბევრი საქმე როცა ვნახავ აუცილებლად გაგაგებინებთ წამწამებს იწებებო არა ვიგრძელებ მეგობრებო არ ვიწებებ არაფერს ზოგადად ის დაძებებები არ მიყვარს დაწებებული რო გაგწავები და უცბად რომ გაგძურება ანაუზზე რო ხარ და ჩამოგძურება ხო რაღაც დროს წამწამების დაწებება ნუ არ ვიცი მე მყავს მეგობარი რომელიც იწებებდა ხოლმე რა სამსახურში და რავი კი არ ეთყობოდა ის ნუ გააჩნია ალბათ რომელ წამწამს დაიწებებდა რითი დაიწებებ პირსინგები მიკროლი გაქვსო არა ხო ნამდვილია სიმაღლეში 2.71 ან 1.72 მაგ ორ შუა მერყეობ არ ვიცი რომელი ვარ უნივერსიტეტში დადიხარ არა არ ჩამბარებია ხო გითხარით ერთ რამეს კითხავ შეიძლება გისმენ თაბა რა პატარა სად მუშაობ არ მუშაობ როგორ იკლება სასწრაფად თან ძალიან გეტყობა ულამაზესი ხარ რა ვიცი ხალხო არ ვცდილობ ძალიან ცოტა ვჭამო და კალორიებში ჩავჭდე და ასე ვიკლებ რა მადლობა დიდი მოკლედ ესენი ვშავ მარი ჯავახა თუ ანუტაო იცით ძალიან ისეთი შეკითხვა ეხლა შეყვარებულებს და დაქალებს და ძმაკაცებს არ ადრიან ეხლა ერთმანეთს მეგობრებო დაქალს ჩემ ცხოვრებაში სხვა ადგილი უჭირავს შეყვარებულს სხვა ადგილი ის თავისებურად მიყვარს ის თავისებურად ესე რა მარიამი გქვია თუ მარი არც ერთი მარიამ პირადობაში მიწერია მარიამ ი არა არც მარი ნუ ი დაავიწყდათ რა ხო ხდებით მარიამ ჩამწერეს ესე მარიამი არ ვარ ასე თქვა და არც მარი არ ვარ მაგრამ მარიამი ვარ მაინც ყველაფერს მეძახიან მარისაც მარიამოსაც რავი ყველაფერს მეძახიან მაგრამ მარიზე მეტად მარიამ მომწონს რა თქმა უნდა და მარიამი იმიტომ რომ ჩემი აზრით მარიამი არის ძალიან ლამაზი სახელი და მარიც კარგი სახელი ახლა იგივეა ხო რაღაც შემოკლებული ვერსია მაგრამ როცა ხარ მარიამი ჩემი აზრით მირჩევნია მარიამი დამიტყვარ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვარ მარიამი მაგრამ ჩემი მშობლები ჩემი ოჯახი მარის მეძახის ყველაფერში გოჩსაც მეძახიან კი მეგობრებო მართალი გოჩსაც მეძახიან
პარიზში ხარ ისე არა პარიზიდან ჩამოვედი ერთი კვირა ალბათ სადღაც მარინე არა, მაგრამ რომ ქონია ხა ჩხუბები რაღაცები, რაღაცა გოინკებთან და რაღაცა მარიანაც დაუძახებიათ ვითომ რომ ამცირებენ და მარინა და რაღაცები და მარიამი და მარინა რა შუაშია ხო აფშე სხვადასხვა სახელია მარინა და მარიამი ხო? მაგრამ it's okay to make mistakes რა მეგობრებო დედა შენს რა ქვია? დედა ჩემს ქვია თამარი, მაგრამ ვეძახით თაკოს ყველა აბსოლუტურად. მთელი ოჯახობა და ყველა. ბუნებრივად სწორი თმა გაქვს, ბუნებრივად მაქვს ტოლღოვანი თმები. დედა ჩემი არის ხუჭუჭა. და ბავშვობაში ვიყავი ძალიან ხუჭუჭა, ის პრუჟინები მქონდა სულ და მე დამეშალა ცოტა. ვირიევშო. მარმეც თამარი მქვეო, ძალიან სადიხდი დაბადების დღეს. ჯერ არ ვიცი, შეიძლება აქ არც ვიყო. ნახოთ რა იქნება. წინასწარ არ მინდა რამის თქვა. ვლოგები ჩაწერეო ხალხო რომ იწერთ. ძალიან მეზარება ახლა აი ამ ჩემი მიების ვლოგების ჩაწერა. თუ როგორ გაემზადოთ შემთან ერთად და თანანო ვლოგებში რა ვილაპარაკო არ ვიცი და ახლა აქ რაღაცა ისეთი თემა მაინც არის რომ კომენტარებს მიწერთ და პასუხი. იცით რა ვიფიქრე? ის ხო არ გავაკეთო მეთქი. რო აკეთებენ მოკლედ აი გულშემატკივრების კომენტარებს და რაღაცა კომენტარებს მოკლედ პასუხებს რო სცემენ. ანუ ხო იცით დაახლოებით რასაც ვამბობ. რაღაცა ეგეთი ის ხო არ გამეკეთებინა თქო ფიქრობ რა და მე TikTok ვიდეო დამედო. ну არ ვიცი რამდენად კარგია, შეიძლება ახლა გასთორვა მაგალითად, ან რამდენიმე კითხვის ამოწერა. თუნდაც ოღონდ რაღაცა ისეთი კითხვები კი არა რომ ვაიმე მარიამ ჯავახას როდის ნახავან, ვაიმე მარიამის, აი ხო ხვდებით რაღაცა სერიოზული ცოტა ისეთი კითხვები, რაც მე მეხება, რაზეც არ მისაუბრე არასდროს და რაც აი მართლა საინტერესო და ლოგიკური კითხვა და ლოგიკაში ჩდება, აი ეგეთ კითხვებზე, შეიძლება გაკეთება. მაროსაც მეძახიან. ორი დეიდა მყავს და ერთ დეიდა მეძახის ხოლმე მაროს. ჩვენთვის სერიოზული კითხვა ეგაა მარიამ ჯავახას როდის ნახავ. ეგ არის ბავშვური თინეიჯერულსაც არ დავარქმევ. ეგ არის ბავშვური კითხვა. მე ვამბობ სერიოზულ კითხვაზე, რაზეც მართლა შეიძლება საუბარი და ვიდეოს ჩაწერა, ასე ვთქვათ, რომ დაიდოს TikTok-ის პლატფორმაზე აი ეგეთ კითხვას. და რაც შემეხება მე ჩვენ ურთიერთობას რაც შეეხება მაგას არა მარიკოს მარიკო და მაროს და კიდევ ბევრ ამას მეძახიან მეც მარიამ ქვია ხო
ბავშვობიდან. ეგრეა, რას ვიზავთ? ეს არის მარიამების წყევლა. არა, ხანდახან ზოგისგან სასიამოვნოა, იცით, გააჩნია, ახლა ვინ გეძახ? ვიღაცა უცხომრო დამიძახოს მარუსა და ისა და ეს, ანუ არ მესიამოვნება, ალბათ, დიდი ალბათობით, მაგრამ როდესაც მეძახის ჩემი და ქალი, ჩემთვის, ასე ვთქვათ, ისეთი ადამიანი ახლობელი, მაშინ ოკეი, რატომაც არა. მოვედით ძალიან რთულ ეტაპზე, ჩოლკების დახვევას ვერ ვიტან. ეს უნდა დავშალოთ, მეგობრებო, გული არ გაგისკდეთ. დავარცხნი, დავშლი და მესამე მსოფლიო ომი იწყება. გუშინ ხალხო რამდენი ლაპარაკე და გუშინ ისეთი შეშინებული ვიყავი, კიდე ახლა არ შეგაშინეთ თქვენს, რომ აღარ ვიცოდი დღეს რა იქნებოდა და როგორ იქნებოდა და რა მოხდებოდა, საერთოდ მართლა არ ვიცოდი, იმიტომ რომ ისეთი რაღაცები იწერებოდა და რო გავიღვიძე, ისეთი ამბები დამხვდა მოკლედ, არ ვიცი, მართლაც რომ გული გამისკდა, რომ არ ვიცოდი დღეს უკვე დაბომბილი ვიქნებოდი თუ სად ვიქნებოდი და ცოტა რაღაცა მე მგონი ჩაწყნარდა. ის თემები ახლა რა, აქეთ რაც უნდა მომხდარიყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხო რომელიც საუკუნეა სიმშვიდე და ის ადგურებს ერთხელ და სამუდამოდ ზოგადად დედამიწაზე რა. რაღა დროს ომებია ხალხო, რაღა დროს ომებია მართლა შეიძლება რა. აუ დაუჭი. თანამედრა. ფანებში შევისხი. ბევრი ჰეიტერი მიყურებს მე მგონი. აი ჯერ ესე იყოს და მე დავარცხნი, ხომ რა არის? აუდმეთმები მეწובה სულ ვაი მე ხალხოთმები ისეთ დამწვარი მაქვს ჩემი ბუნებრივით მე ქერა დროს შევიღებე რომ მე რა უშავს ეხლა რომ მოვიხსნი ამ დაგრძელებას რამდენიმე თვეში რამდენიმე თვეში მოვიხსნი ამ დაგრძელებას იმას ვიზო აუ გიხდება ესე რატო გაქვს იშვიათადო მეტი წელი მეგობრებო თმებს ვისწორებ და ესე კიდე არ ვიხვალ ხოლმე იმიტომ რომ ხო ნახეთ ეხლა ესე დახვევას უნდა ძალიან პატარ-პატარების აღება და დრო სჭირდება და მეზარება ხოლმე სულ რა და ნუ მეტი წელი ვისწორებ ხოლმე და ეხლა დღეს ცოტა რაღაცა განსხვავებული მომინდა რა არ უნდა დაიზაროთ მეგობრებო არაფერი კარგით ეხლა გადავდივართ თქვენ საყვარელ ეტაპზე მარკერზე გავიკეთებ ჩემი სიყვარული ოთმარ გამიფუჭოს არა ხო სკოლაში დადიხარ რა დროს ჩემი სკოლა ხო ორი წელია დავამთავრე
უთო რომელია? არ ვიცი ეს რაღაცა აწერი. არ ვიცი ეს სახელია თუ რა არის, არ ვიცი. დასკრინეთ და დავსერჩავ მერე და დავსერჩავ მოკლედ, არ დამავიწყდება და დაგიდებ სტორიზე. თქვენ არ ინერვიულოთ ჩემო პატარებო. აზრზე არ ვარ, სად ვიყი და ვინ იყან ჩემმა და ქალმა მაჩუქა და როდის იყი და სად იყი და რა ღირს არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მაგრამ კმაყოფილი ვარ, ამიტომ დაჟე მე მგონი მეორე წელია მაგ და თავიდან ვაფშე მაგარი იყო, აი თავიდან წამში ახორდა. ნუ ეხლა ხო ეგრე არის, მაგრამ აი არ ვიცი რა. სკოლაში ჩხუბით მაგვსვლია მოყევიო. კარგი ხარისხის იქნებაო, იმედია. კარგი ხარისხია კი რა, მე ძალიან ყოფილი ვარ. მოკლედ სკოლაში ჩხუბი თუ მომსვლია, ნუ კი სკოლაში ჩხუბი მომსვლია. პირველად მომივიდა ჩხუბი მე მგონი მეორე კლასში. ერთ ბიჭს მოვწონდი, ოღონდ ბავშვები ვიყავით ახლა მეორე კლასში და ეს ბავშვი იყო ძალიან აგრესიული და მოძალადე რა. და ანუ ამ ჩემს მოწონებას გამოხატავდა ხოლმე ჩემს გაღიზიანებაში და მაბრაზებდა. მოკლედ აი ძალიან ბევრ რაღაცებს მიშავებდა ხოლმე ეს ბავშვი და დათო ერქვა. რიჟა ბიჭი იყო და ძალიან ისე მოძალადე იყო მოკლედ რა. ნუ ხოდა მოკლედ ძალიან ისე მაწუხებდა რაღაცა, რვეულებს მიჯღაპნიდა ხოლმე, წიგნებს მიხევდა. გახსოვს მეორე კლასი, მეორე კლასიც მახსოვს და პირველი კლასიც მახსოვს კი მეგობრებო. მე არ ვიცი, მეხსიერება მაქვს ძალიან კარგი და მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს თითქმის. და ანუ მოკლედ ეს რვეულებს მიჯღაპნიდა ხოლმე, რაღაცებს ისე მიკეთებდა. მალადეც ხო და მოკლედ ერთხელაც ძალიან ისე ტვინტავი უკვე მატირებდა ესე და რაღაც ნერვებს მიშლიდა და ძალიან ვიჩხუბე მაგ ბავშვთან რა რაღაცა ზედმეტები მოგდის მეთქი ისეს რაღაცა მე არ მომწოხარ მეთქი ესე ვერც მომაწონებ თავს თქვა რაღაცა მაგაზე უფრო გაბრაზდა მერე და ის რა ქვია წყალი გადაასხა ჩემ წიგნს თუ რაღაცა ეგეთი მე მამა ჩემს უთხარი მე თუ სწორად მახსოვს თუ დამიხია აუ ხალხო რო არ გიდასტურებთ ამ ჩართვას ხო შეიძლება გამმანებოს თავი ვიღაცა ინდოელები მიგზავნიან და ისინი ჩართვებს ხო და მოკლედ მე მამა ჩემს უთხარი და მამა ჩემი ეჩხუბა ძალიან და რაღაცები მე ისე მოხდა რომ მეორე კლასიდან გადავედი მაგ სკოლიდან და მეორე კლასის მერე ვსწავლობ 52-ში ნუ ვსწავლობდი დავამთავრე უკვე მეორე კლასის ჩათვლით ვსწავლობდი 91 სკოლაში ვაზის უბანში არის მან ვცხოვრობ და მე ჩემები რო დაშორდნენ გადავედი იქით ზღვის უბანში და იქ დავიწყე 52-ში სწავლა მოგწონდა ეგ ბიჭიო? არა, ვინმეს უცემი ხარო? არასდროს არავის მეგობრებო არ უცემი ვარ. რა სისულელეა. ერთადერთი ბრძოლა წესების გარეშეზე რომ დავდიოდი ხოლმე, მე და მეწყვილე ვცემდით ხოლმე ერთმანეთს, ისიც ეხლა ბრძოლა წესების გარეშეა, თორე ესე იმენად ცემა რასაც ქვია, არა რა თქმა უნდა, ვის უნდა ვეცემი ხოლმე. ახას დაშორდია არ დავშორებულ ვართ. მე რა საკეთე? ყველაზე ბედნიერი ვარ წარბიც გაკეთებული რომ აქ წამწამიც, ფრშხილებიც, პედიკურიც, ეპილაციაც და არაფერი არ მაქვს საზრუნავი და ეს ესე ვიყო. 191-ში სწავლობდი, არა 191-ში არ სწავლობდი.
ამანდიკეთ შემოაწილავდი, ოკეი, რამდენი წლის ყალმუშაობა დაიწყე, მე მგონი 15-ის, ხო, ან 14 არ მახსოვს. სკოლაში ყალია შეყვარებულია? სკოლაში შეყვარებული? კი. ყალია სკოლაში შეყვარებული. არ მახსოვს, ხო გამახსენდა უცბად. ცუდადა. ბავშვური სიყვარული. ჩემო მეგობრებო, არაფერი ისეთი არ იფიქროთ. შობლებთან კარგი ურთიერთობა გაქვს. ძალიან. მოყავი რამე სასაცილორაც გადაგხდენია. ჩემ ცხოვრებამ თავიდან ბოლომდე სასაცილო არის ხალხო. გინდ როგორ კუთხეც კი არ შეხედეთ. რა გავიგეთე ამოღამებთ? ფანქარი არ არის ბავშვობა, ეს არის ლაინერი. რომელიც ვერ წავისვი. არა შევს ერთი წამით და ხო საშინელება და ამას გამოვასწორებ სულ რაღაც ერთი სველი სალფედგით. ეხლა დღეს სალამაზად რო ვიქნები და მე სახლში რომ რაღაც ალქაჯი მოვალ. ორი ძმა მყავს. მუზებს რატო აგინეო? საგინებელი უნდა აგინო ჩემო სიყვარულო. არა ხო ხსა ტელევიზიო სივრცეში არ უნდა მეგინებინა არავინ. მაგრამ თვითონ რეებსაც მიკეთებდნენ გეხვეწებით, ყოველ წამს შეურაცხყოფებს მაყენებდნენ და რაღაცა ერთს ვეტყოდი და რინდარარარარა როდის აგინე გაფიცებო რა ვიცი აბა. გინება სხვა არის ხალხო და მე რაც გავაკვირდე სხვა არის ეგ მაინც რო იცოდეთ გარჩევები. აურაც ცხვირი და ტოჩი გავხრიტე. ნახეთ როგორ ის მოგავიზიანებული. так. აი ამოვწი საყურე. და ის რა ქვია? როგორ უნდა წავისო ტონალური აქ არ ვიცი. შიგნით სუგასებული მაქვს. ნეგრე გიქნება ორი კვირა ვაიმე. ადრე კი მქონდა მაგრამ არ მახსოვს. ხოჟენა ესე დარჩეს. შო. ბიჭებზე დამიშვით ეს რა ქვია კითხვები და გაგცემთ პასუხს ბიჭებზე რომ წერთ. ბიჭი მწერს უშენოდარ შემიძლია და აქეთ სხვა გოგოებს აფოლოვებს და დავუჯერო. იცით რა არის? შეიძლება ბიჭი გოგოებს აფოლოვებდეს. იყვნენ ესენი მეგობრები, ნაცნობები, რაღაცა. ჯობია რომ არ აფოლოვებდეს, რა თქმა უნდა და წაშალოს. რა თქმა უნდა მაგას, მაგრამ უშენოდ არ შემიძლია. იცით მეგობრებო, ენას ძვალი არ აქვს.
იმდენ რაღაცას გეტყვით, რომ აი მე ჩემი ყველაფერი ხარ და ყველაზე მეტად მიყვარხარ და შენ გარეშე არ შემიძლია და ჩემი ის ხარ, ჩემი ეს ხარ, მთავარია საქციელები. საქციელები ყურადღება. თუ ყურადღებას არ გაქცევთ, თუ ყურადღების ნაკლებობას გრძნობთ ადამიანისგან, თუ მისი სიტყვების შესაფერისად არ იქცევა, ესე იგი ამ ყველაფერს გატყუებთ. ხდებით? იმიტომ რომ მთავარია საქციელები, თორე ადამიანს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია. შეიძლება ბიჭს საერთოდ არ ქონდეს შენთვის მიყვარხარო და რაღაცები ნათქვამი, მაგრამ საქციელებით უკვე დაგანახოს ეს. ამიტომ სიტყვებს არ მიაქციოთ არანაირი ყურადღება, ხალხო, არანაირი ყურადღება. არანაირი არასდროს სიტყვებს არ მიაქციოთ. იმიტომ რომ იმდენ რაღაცას გეტყვით, აი ხა უცხო ვიღაცას მოვიყვანა აქ და აჰა, ავუგებ კოშკებს, რომ ჩემი ყველაფერი ხარ და ჩემის ხარ, მაგრამ ეგრე ხო არ არის. ამიტომ მთავარია საქციელები თუ როგორ იქცევა ადამიანი. რჩევა მოგვეცი როგორ გავიგოთ, რომ ბიჭს მოსწონხარ. ბიჭმა უნდა დაგანახოს ეს ყველაფერი, ბიჭმა უნდა დაგანახოს საქციელებით რომ მოსწონხარ. უნდა გითხრას პირდაპირ. თქვენ თვითონვე მიხვდებით თუ ბიჭს მოსწონხარ, იცით? საქციელებიდან გამომდინარე. ნამდვილ კაცს ყოველთვის აქვს ისეთი საქციელები, რომ მიგახვედრებთ ამ ყველაფერს. რა კარგი სახისკენი გაქვს, რას ხმარობო. მადლობა. არაფერს ისეთ სხვათა შორის დიდად არ ვუვლის სახისკენსაც სამწუხაროდ. უბრალოდ ჯერ პატარა რო ვარ მაგით ალბათ. სხვათა შორის ახლა ძალიან ისეთი კაი-კაინც არ მაქვს მე მგონი. არ ვიცი. აუ, ეხლა აქ დამერხა ხო? როგორ წავისვა? ბოლომდე მაინც ვერ წავისვი. შენ ხატვას დადიოდი კი. ველოს დაუსვეს კითხვა, მაინც დაჯავახეს წყალი ფეიკია და არა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლელუს, მაგრამ ძალიან გთხოვთ ის რა ქვია, საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლელუ რას ფიქრობს, ჩვენი წყალი ფეიკია თუ ჩვენი წყალი ნამდვილია. არც ლელუ მაინტერესებს, არც ხები, ძალიან გთხოვთ უკვე ეთერში გთხოვეთ, რომ არავიზე ჰაუსიდან არაფერი აღარ დამიწეროთ, ხალხო არ მაინტერესებს ეგ ადამიანები და მომაშორეთ ცხოვრებიდან, შეიძლება მახსენებთ საერთოდ, არ მაინტერესებს ეგ ადამიანები, რომ ამდენჯერ თქვა უკვე მართლა. ჩემთვის არის ყველა ერთი დონის ნული თითქმის. ახლა ვინც არ არის თქვენს კარგად იცით და რატო უნდა იყოს კომენტარები მაგაზე ჩემ ლაივში, თან ახლა ამდენი ადამიანი მიყურებს და რატო უნდა ვისაუბრო მაგაზე, როცა ვსაუბრობთ ამ ძალიან კარგ თემებზე და ძალიან საინტერესო თემებზე, ხო? 19 წლის ვხდები ეხლა. საქციელებს არ უფიქრდებათ გასმერე და ბოდიშებს მიხდის და საჩუქრებს ჩუქნის. ზორა საყვარელია, საჩუქრები მიყვარს. საჩუქრები მე მგონი ყველა ქალს უყვარს. იცით რა არის? შეიძლება ადამიანი ხანდახან რაღაცას ვერ უფიქრდებოდეს და ძალით არ მოსდიოდეს. ეს ხო ხვდებით რას გეუბნებით, შეიძლება შემთხვევით ხდებოდეს ეს ყველა. შემთხვევით და რაღაცა ხა ის, მაგრამ მიგზავნით ჩართვებს. მოკლედ თუ ადამიანი მართლა რაღაცა მართლა თუ შემთხვევით მოუვიდა, ვერ გაიაზრა და რაღაცა მე გამოასწორა ეგ საქციელი, რა თქმა უნდა რომ უნდა აპატიო. მაგრამ აი იცით რა არის კაცებში ყველაზე ხშირი და ბიჭებში ზოგადად
აი ეს ვითომ შემთხვევით მოსდით სულ ეხლა საქციელებს არ უფიქრდება შემთხვევით რომ დგას მე ბოდიშებს მიხდის და საჩუქებს ჩუქნის ორო და მიწერე ანუ ნახე საქციელებს თუ არ უფიქრდება და რამდენიმეჯერ მოხდა ეს ყველაფერი და ანუ ეგ ოკეია კარგი რამდენიმეჯერ ვერ დაუფიქრდა რამდენიმეჯერ შეეშალა მაგრამ ამ ყველაფერს თუ სისტემატიური სახე მიეცა და ეს ყოველდღე ხდება და კვირაში ორჯერ და სამჯერ ხდება და ვაიმე აი ბოდიში და ვაიმე და ვერ ანუ ეგ უკვე არა ну არ ვიცი ხა თქვენ რა საგზამეობნებით თქვენ მე მგონი თინეიჯერები ხართ ხო და რაღაც და ну ეგ არის სხვა სიყვარული ბავშვური სიყვარული არის სხვა სიყვარული და ხა სერიოზულ ურთიერთობაზე ცოტა სხვანაირ რჩევას მოგცემდით ну ხა რომელი ექსპერტი მე ვარ მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მე ჩემ აზრს გეუბნებით თორე ხა ექსპერტი ურთიერთობებში ნამდვილად არ ვარ შენი აზრით ენის მიმტანი უფრო უარესია თუ ის ვინც ცუდს ამბობს გაჩნია ვინ არის ერთმანეთის ეხლა შეხედე მაგალითს მოგიყვანი მე და ჩემი მეგობარი ვართ და ჩემმა თანამშრომელმა ძალიან ცუდად ილაპარაკა ჩემ მეგობარზე ჩემ დაქალზე მე ავდგები და ალბათ ვეტყვი ჩემ დაქალს და ჩემ მეგობარს რომ აი ჩემმა თანამშრომელმა ეს ილაპარაკა მაგრამ ამაში მე ცუდი არ გამოვალ იმიტომ რომ ჩემი დაქალია და ჩემ დაქალზე ილაპარაკა ცუდი და უნდა იცოდეს მაგრამ შეხედე მე თუ ჩემმა დაქალმა მითხრა ჩემ თანამშრომელზე ცუდი მე თანამშრომელს არ ვეტყვი იმიტომ რომ ჩემმა დაქალმა მითხრა გაჩნია ანუ ხო ხდებით გაჩნია სიტუაციას ვინ არის ერთმანეთს ეხლა მე რო აქ ჩემი დაქალი გამილანძღონ და ვიღაცამ ცუდი ილაპარაკოს ჯერ იქვე ხო ჩავწიხლი და ჩავწიხლავ თუ რავი რაც არის და მივაღებინებ პასუხს და მე რა ვეტყვი ჩემ დაქალს მაგრამ ესე უბრალოდ ეს ენის მიმტანები და პროსტა ჭურიკნები რო არიან ეგენი ძალიან არა ეგენი მართლა ძალიან არა რა არ მევასებიან ესე პროსტა ჭორიკანა ხალხი მაგრამ ენის მიმტანას გააჩნია ხალხო ვისთვის მიაქვთ რა მიაქვთ ხანდახან არის რაღაცა რაც უნდა უთხრა შენ მეგობარს გაჩნია ვინ ვისზე იჭრა ვინ რა გააკეთა ხო რა თქმა უნდა რა ვიცი მე ესე ვფიქრობ ხალხო არ ვაბარებ საქართველოში ჩაბარებას ჩემთვის აზრი არ აქვს უკვე 1,500,000 ჯერ თქვი არ ვაბარებ და არც არასდროს არ ჩავაბარებ ამ ქვეყანაში მადლობთ ვისაც გინდათ თქვენ ჩაბარეთ ხალხო მე დავი გამანებეთ მე საქართველოში ჩამბარებელი არ ვარ
Okay, ეხლა რა შევეთ? Oh, is dat al goed in haar? Wat blauwe? სამსახურში მიდიხარ რომ ვიღაც მიწერს. სად მაგ ხალხო სამსახური? არ მაგ სამსახური. ცუდად ვარ. ხალხო რატომ ისპამავთ? მილიონჯერ მაქვს ნალაპარაკები თუ რა მომწონს ყველაზე მეტად ნიკაში და დავიღალე ლაივში ყოველდღე ერთი და იგივე ლაპარაკით და მართლა აღარ შემოვალ. ანუ ლაივი რისთვის არის რომ რაღაცა სხვადასხვა თემებზე ვისაუბროთ და არა ყოველდღე იმაზე თუ რა მომწონს მე იმაში ყველაზე მეტად და რა მომწონს მე ამაში ყველაზე მეტად. ანუ ხალხო გაიზარდეთ ცოტა. ყურადღება არ მიაქციო ხალხო ყურადღება როგორ არ მივაქციო ანუ კომენტარები მინდა მჭირდება კომენტარები რომ რაღაცა თემაზე გესაუბროთ და ისპამება ეს რაღაცა სისულელე ბანძი კითხვები მართლა რისთვის არის ლაივი და რომ გავუცე პასუხი ხო კითხვებს ეგ ნორმალურ და ადეკვატურ და ადამიანურ კითხვებს იმას არ არის ყოველ წამს და წუთს იწერება და მილიონჯერ მოქვს პასუხები მართლა უკვე დავიყარე ანუ გაისპამა რა მოგწონს ნიკაში ყველაზე მეტად ხალხო ანუ ჩემი შეყვარებული ადამიანში ყველაფერი მომწონს და მიყვარს ეგ ადამიანი ყველამ კარგად იცით და რა ვიცი უკვე 3 თვე ერთად ვართ და მაგაზემეთზე არაფერზე არ ვილაპარაკია და ანუ რა საჭიროა ამდენი ის ანუ საქართველოში არაბარებ რადგან საგანმანათლებლო სისტემა არ მოგწონს თუ ზოგადად საქართველოში ჩაბარებაა. იცით სამწუხაროდ საქართველოში ჩაბარება არ მომწონს ზოგადად და არც საგანმანათლებლო სისტემა არ მომწონს დიდად სკოლებში განსაკუთრებით. რადგან მოკლედ იქიდან დავიწყოთ რომ თითქმის ყველა სტუდენტი თან სწავლობს, თან მუშაობს რაღაცა მიზერულ ხელფასებზე და რაღაც საშინელება ხელფასებზე, როცა ანუ 800 და 700 ლარებზე ხალხი მუშაობს, როდესაც ერთი მაღაზიაში შესვლაში გჭირდება მინიმუმ 100 ლარი ალბათ, ხო? და შეხედეთ ანუ რა ხდება მე ახლა ჩავაბარო ვისწავლო თან ვიმუშაო წელებს ფეხი დავიდგა მოუკვდე ადამიანი შემდეგ ამ სწავლას რომ მორჩები ჩემი პროფესიით დავიწყო რაღაცა სამსახური სადაც მექნება მინიმუმ 1000 და 1500 ლარი ხელფასი და თავიდან ეგეც არ არის და თავიდან უფრო დაბალი ხელფასებია ანუ 4 წელი რისთვის ვისწავლო და 5 წელი რომ მე დავიწყო ჩემი პროფესიით რაღაცა 800-900 ლარიანი სამსახური
ანუ მარტო ეს ვართ ადამიანები, აი ამ წრეში ვტრიალებთ და ჩვეულებრივ მატრიცაში ვცხოვრობთ ადამიანები და მე ამ მატრიცაში არ ვიცხოვრებ და არ მიცხოვრე არასდროს და მაგიტომ გამოვეთიში ამ მატრიცას, ანუ ესე არის, ადამიანი იბადება, დადის ბაღში, დადის სკოლაში, მე სწავლობს, მე მუშაობს, კვდება. ანუ ყველა ვართ დაპროგრამებულები ესე, ნუ მატრიცა ვინც იცის რაც არის და ზოგადად რაზეც მაქვს საუბარი, მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. მე არ ვაპირებ, რომ ეხა 5 წელი ვისწავლო, პლუს ვიმუშაო, მოვკვდე და თან ვიმუშაო და მე ჩემი პროფესიით ვიმუშაო იგივე ხელფასზე, რაზეც ვმუშაობდი ვითომ. ანუ რის გამო, როცა შემიძლია სხვანაირი რაღაც გავაკეთო ჩემი რაღაც, გავაკეთო ჩემი ბიზნესი, დავიწყო ჩემი რამე, მქონდეს ჩემი შემოსავალი, ხო? სხვადასხვა რაღაცეებით 1000 რაღაც არსებობს, ანუ რატო რისთვის? რო რაღაც, ანუ საუკუნეების განმავლობაში ადამიანები twin-ში გვიდევს, რომ უნდა ვისწავლოთ, უნდა ის, ანუ არა, ჩემთვის ეგრე არ არის. ბევრი მეუბნება საქართველოში, რომ რატო არ აბარებ, ანუ არ მინდა და არ ვაბარებ. იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი დაპროგრამებულები ვართ ადამიანები, რომ აი ესე უნდა იყოს, ესე არის სწორი. რატო არის ესე სწორი და რატო არ არის ესე სწორი? იქნებ ესე არის სწორი. რამდენი წლის ხარ არ ვიცი ეს დედააფეთქებული და მაინტერესებს 19 წლის ხვდები ხალხო 22-ში. ვა, მარო საღოლო. აბა ვინ გარჩენსო? აი ეგ არის რომ ანუ ეხლა თქვენი აზრით მე თუ არ ჩავაბარე და თუ არ ვისწავლე რაღაც რაზეც 4 წლის მერე მექნება 800 ლარი ხელფასი, თქვენი აზრით ისე მე შემოსავალი არ მექნება? ძალიან მაგარი შემოსავალიც მქონდა და მექნება კიდევაც მაგი უნივერსიტეტში ჩაბარების გარეშე. იმიტომ რომ აი ეგ არის სამწუხარო რეალობა, რომ ყველა თითქმის განსაკუთრებით ქართველი ხალხი აი ამ მატრიცაში ცხოვრობთ. დღევანდელი სამწუხარო რეალობა. ეგ არის რას ვიზავთ. რაღაც პონჩი მართალი ხარ, მაგრამ განათლება უპირველესია პიროვნების შექმნისთვის. მე არ ვამბობ, რომ გაუნათლებელი იყო, მაგრამ 4 წელი მე უნივერსიტეტში რაღაცაზე თუ არ ვისწავლე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე განათლებული არ ვარ. ის არის სხვა რაღაც, ის არის რაღაც პროფესიული განათლება, ხო, რაღაცა პროფესიას სწავლობა, ასე ვთქვათ და ეგ იმას არ ნიშნავს, მე თუ ეხა 4 წლის განმავლობაში რაღაცა პროფესია რაზეც 800 ლარი მექნება მე ხელფასი, მაგაზე რადგან ანუ მე არ ვსწავლობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე გაუნათლებელი ვიქნები. განათლება ძალიან ბევრი რაღაცისგან შეგიძლია მიიღო. უნივერსიტეტში სწავლა არ არის საჭირო, რომ განათლება მიიღო. უბრალოდ მე ამ მატრიცაში არ ვერევი და გამოვეთიშე და ვიცი, რომ ხალხი ესე თავით არის გადაბმული, ამ ყველაფერში წარმატებები ყველას, მაგრამ მე შორს. ჩემი შეყვარებული ხალხში ისე მეკცევარ, თითქოს თავის ძმაკაცი ვარ, მარტო კითხავს დედოფლად მაგრძნობინებს ნორმა. ანუ ძმაკაცია და შეყვარებული არაფერი ნორმა არ არის, ეს არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ შეყვარებულია და ძმაკაცივით არ უნდა გექცეოდეს, თავს უნდა გაგრძნობინებდეს ქალად და დედოფლად. რაც ფილოსოფოსობა, ჩემო რაღაცერია ცხოვრებისეულ ფრაზებო და მოდი ფეიქს ამოფარებულო ვირთხავ რეალში დამიწერე და რეალში მომწერე და აი ძალიან კარგად დაგიკონკრეტებ თუ რას ფილოსოფოსობ. ეს არის ჩემი ლაივი, ხალხს აქ ჩემი აზრი აინტერესებს, ჩემს გამო არიან შემოსულები და მე რასაც მინდა და რასაც ვფიქრობ, იმას ვიტყვი. გასაგებია. და ვისაც არ მოსწონს, შეუძლია გავიდეს ღილაკს და აჭიროს და გავიდეს ჩემი ლაივიდან. ეს არის ჩემი ლაივი, აქ არის ჩემი აზრის დაფიქსირება, მე მეკითხება ხალხი აზრს, მე ვაფიქსირებ აქ აზრს და ვისაც არ მოსწონს, არ მეთანხმება, კარგად იყოს, მე არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს, თავარია მე რას ვფიქრობ ჩემთვის, თორე ყველა ადამიანს თავის აზრი გააჩნია. წარმატებები ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ყველას, კაცო. მე დამანებეთ ოღონდ თავი. ბევრი ადამიანია აქ ჩემ ლაივში, ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს. ძალიან გთხოვთ ხელს ნუგვიშლით თქვენი უაზრო რაღაცა ვირთხული კომენტარებით. ფეიკებს რო ხართ ამოფარებულები. იმის ტრაკიც რო არ გაგაჩნიათ ხალხო, რომ რეალურად დაწეროთ რაღაცა რეალურით. ცხოვრებაში ფეიკი არ გამიკეთებია და ფეიკით არ დამიწერია ვინმესთვის რამე. ყველაზე დიდი
გოიმოვა და ყველაზე დიდი სიბანძე, რომ ადამიანს არ გაგაჩნია იმის ერთი ადგილი, რომ ადგე და შენი რეალური სახელით და გვარით და შენი რეალური სახის ფოტოთი ადამიანს დაუწერო კომენტარი, იმიტომ რომ გეშინია. რა დონემდე დაეშვა საქართველო. ხალხი ისე არის ჩაბოღმილი, გაბოროტებული, რატო ხალხო, რატო მართლა იმდენზე არ გააჩნია ამ ხალხს უკვე საკუთარი ცხოვრება. ყველანი არიან ჩაბოღმილები, გაბოროტებულები, ხონდ ვიღაცას რაღაცა ცუდი დაუწერონ ხალხს ფეიკები აქ მაგისთვის შექმნილი, რომ მეორე ადამიანი გალანძღოს, ანუ ტიპები რა დონის უსაქმურები არიან ამუღავებთ. ეხლა რა დონეზე მე არ უნდა მქონდეს ჩემი ცხოვრება და რა დონის უსაქმური ადამიანი უნდა ვიყო, რომ ვიჯდე რაღაცა უსაქმური, აუმშევარი, რაღაცა 40 წლის კაცები დედებზე და მამებზე არიან ჩამოკიდებულები და ქალები კიდე დედებზე და მამებზე ხართ ჩამოკიდებულები, ფეიკებს ქმნით და რო აღარ იცით რა აკეთოთ და ინდონეზე უსაქმურები და გაუნათლებლები ხართ, რომ ფეიკებს ქმნით, დგებით და აი ამ ბოღმას და ამ შურს ესე პროსტა ხალხს უწერთ. ანუ ეგრე არ არის ხალხო, ხმეთ აბა ადამიანი ვისაც გააჩნია საკუთარი ცხოვრება, ადამიანი ვინც ცხოვრობს თავის ცხოვრებით, კიდია სხვები და თავის ცხოვრება არის თავის პრიორიტეტი, ფეიკებს ნამდვილად, ანუ მე ახლა ჩემი ცხოვრება მაქვს და მე ახლა ნამდვილად არ დავჭდები, რაღაცა ნომრებს არ ვიყიდი, მე იმ ნომრებზე რაღაცა ფეიკ აკაუნტებს არ გავაკეთებ, TikTok-ზე იქ რაღაცა ვიღაცის ლაივში არ ჩავჯდები და რაღაცა ცუდ კომენტარებს არ დავუწერ თუ მაგარი უსაქმური არ ვარ, ანუ ეგრე არ არის. გონი დღეს ცუდ ფეხზე ადექი აშკარად ნიკასთანაც იჩხუბეო. ჯერ ერთი ნიკასთან არ მიჩხუბიო, საიდან მოიტანით რომ ნიკასთან ვიჩხუბე და ანუ ცუდ ფეხზე რატო ავდექი? უბრალოდ ვიღაცა ფეიკი რო გამოვლანს, ესე იგი ცუდ ფეხზე ავდექი? უბრალოდ ანუ როდემდე ხალხო ეს რაღაცა შური და ბოღმა მე რა იცით თქვენ რაც არაფერი არ იცით შემომეგობრებო რა ევსწერთ ვინ გაბრაზებს გოგო არავინ რა უნდა გააკეთო როცა არავის ესმის შენიო ფსიქოლოგთან უნდა მიხვიდე ალბათ არ ვიცი იცით მქონია ეგეთი შემთხვევები და უბრალოდ აი დამივიწყებია ასე ვთქვათ რა ეგ ფაქტი ნუ რთული არის ესე დაივიწყო როცა არავის ესმის შენი და საჭიროა ცხოვრებაში ყავდეს ესეთი ადამიანი ვისაც შენი ესმის მაგრამ ხდება ხოლმე რომ შენი არავის არ ესმის ამ დროს რას ვაკეთებთ და არ ვიცი ამ დროს ძალიან რთულია იცით ეგ შემთხვევა ფსიქოლოგს მიმართე ჩემი აზრით ფსიქოლოგი არის ადამიანი ვინც გაგიგებს და გარიგებს და გამშვიდებს ძალიან უშველა ბევრს ფსიქოლოგმა და ნუ გააჩნია რა საკითხთან დაკავშირებით ამბობ ეხლა თან რა თქმა უნდა მარიამ რას მერჩევ კონსალების სულ მეჩხუბებიან და მეუბნებიან რომ ცუდი ვარ რა გავაკეთო მითხარი რა მისეზით გეუბნებიან მაგას რატო გეუბნებიან ჩემი აზრით ეგეთ რაღაცებს ყურადღება არ უნდა მიაქციო თუ პატარა ხარ მასწავლებელს უთხარი და მშობლებს მიმართე და შემდეგ უკვე მშობლები ჩაერევიან იმ ბავშვებისაც და გაჩერდება ეს ბულინგი ამ ხალხს მარიამ ვერაფერს ვერ უზამ უნდა გაატარო აი ხალხო ვიცი სულ ვატარებ ხოლმე ხო იცით მაგრამ რთულია ეს სულ გატარებაც უკვე ყელში ამომდის უკვე ეს ამდენი ჩაბოღმილი ადამიანი რა წავიდნენ იმუშაონ რაღაცა გააკეთონ ცოტა სარგებელი მოუტანონ ქვეყანას